ბიუჯეტში ვითომ ფეხი აუწვენ ხელისუფლების მიერ დაწყებულ ოპტიმიზაციას და ადგენენ და იმის მაგივრად რომ ეს უაზრო პარალელური სამსახურები როგორიცაა თქვა კულტურის საიტი და კულტურის სამსახური მერიაში სპორტის საიტი და სპორტის სამსახური მერიაში და ასე შემდეგ პარალელური სამსახურები რომლებსაც ერთ და იგივე ფუნქციები აქვს ერთ და იგივე მიზნები აქვს და ერთ და იგივე ემსახურებიან იმის მაგრამ მათი ოპტიმიზაცია გაეკეთებიან და შეემცირებიან უსაქმურების რაოდენობა ადგენენ და ვითომ ოპტიმიზაციას ფეხი აუწვენ ვითომ შეუცირენ აიპებს ფული თანხები და სამაგიეროდ ამ თანხების რეალიზება მოახდინენ იმით რომ თუ კი იყო თქვა ფეხბურთის კლუბი უფასო თქვა იყო ყინულის მოედანი უფასო და ასე შემდეგ ყველა ესენი გახადენ ფასიანი და ასტუდენტთა ხო და ყველა ესენი გახადენ ფასიანი და ის ოპტიმიზაცია დააწვა მოსახლეობას თუ კი ადრე მოსახლეობა აპირებდა ახერხებდა რომ და ასე შემდეგ ბავშვები მieყვანათ რაღაც რაოდენობას ამას მერი აფინანსებდა ეს ყველაფერი შეწყვიტენ და გადავიდა ყველაფერი ადამიანების კისერზე და ოპტიმიზაცია მითო გვინდოდა რომ ადამიანებს სული მეეთქვა და აგერმა ოპტიმიზაცია გააკეთეს უგუღვა პირიქით მოდი რა უნდა უყოთ ასე და ასეთ ბიუჯეტს აქვს ერთი ფუნქცია და მხოლოდ ერთი რომ დავწვავთ ახლა და მოგზადით ახლა სიცივია ცივა პატარა და ხელებს თუ გაიწვო ამაზე თორემ ეს არავითარი მეტი სიკეთის მომტანი ეს არ არის აი ამის აი აკეთოს აი ეს არის ბიუჯეტი სეც უნდა მიეცეს და მალადეთ საკრებულოს რომ კიდევ ისე ვერ გამოვიდა იმ მონამორჩილი მდგომარეობიდან და არაიძულებს ხელისუფლებას აღმასრულებელ ხელისუფლებას რომ მიაღებინოს ის ბიუჯეტი რომელიც ამ ქალაქის გადარჩენაზე ამ ქალაქისთვის ადგილის და ფუნქციის მონაზრისად შეიძლება